მივესალმოთ სრულიად საქართველოს, მივლოცოთ 2025 წელი, აი ამ მიმდინარე წელს ჩვენი პირველი ჩაწერა და უსურვოთ ქვეყანას სისხლარე, ხოლო ადამიანებს დაბრუნებოდნენ იმ მდგომარეობას, სადაც არ იქნება გაუტანლობა, შური, უმადურობა. ყოველივე ამის მიღწევა კი იმ ფონზე, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ერთი შეხედვით თითქოს და უტოპიად ჩანს. რადგან გაგახსენებთ ერთ პატარა მომენტს, რომ თუ რამოდენიმე წლის წინ გახსოვთ სააკაშვილის გადადგომა, შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნება, იმდროინდელი საპროტესტო აქციები გახსოვთ, თავს ვიწონებდით იმით რითი, რომ აი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდნილა ხიდანო, გამიგეთ იმდენად მშვიდობიანია ეს დემონსტრაციები. აი დღეს რა ხდება ერთმანეთს ხვირპირს ვამტვრევთ. ჩვენს უპირატესობას უმტკიცებთ, ლაპარაკობთ კანონებზე და ამ დროს მისი შინაარსი არ ვიცით, ან დამახინჯებულად წავუდგენთ საზოგადოებას. კიდევ უფრო მეტი ადამიანები, რომლებიც გუშინ იყვნენ საგამოძიებო სტრუქტურის და სამართალმცავი ორგანოების ხელმძღვანელები, ისეთ ქმედებებზე აბარაკობენ, გამიგე რომ ეს არ არის დანაშაულის შემადგენლობის შემცველი. რაზეც თვითონ აპელირებდა თავის დროზე და მინისტრის მოადგილეები იყვნენ და მოადგილეები იყვნენ, მინისტრები იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ახლა მე ჩემი აზრით დასვა გავაკეთე იმ 2008 წლის ცნობილი მოვლენების დროს მიტინგები რომ მშვიდობიანი იყო, ამას არაერთი ახსნა აქვს და მეორეც ეს აქციები იგეგმებოდა საქართველოში. გამიგეთ? და იქ სპეცსამსახურები ჩარეული არ იყვნენ იმ მექანიზმებით, რა მექანიზმებით დღეს გამოიყენება ამ მომიტინგეთა მგზნობიარობის, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ასამაღლებლად. იმისთვის ხედავთ ახლა მაგალითად, რამოდენიმე დღის წინ იყო დოლიზის ქუჩაზე ურთიერთდაპირისპირება, დაპირისპირება აბუ-დაბიში, სადაც ჩვენი დეპუტატები იმყოფებოდნენ, ხო? აი ძალიან მენანება ის ამბავი, რომ ჩემთვის ძალიან საყვარელი სპორტსმენი იყო ვიქტორ სანიკიძე, ხო? არაერთი ლამაზი წუთი უჩუქებია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ხო? და აი ასეთ სიტუაციაში რო აღმოჩნდება. კი მოგიწყვეს პროვოკაცია და ეს ალბათ ასეც იყო და ასეც დაიგეგმა, მაგრამ ვის გონებაშიც იგეგმება ასეთი რამ, რომ ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპიროს, ის არ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. მე სწორედ ეს ვაფიქრებს ყველაზე მეტად. ზნეობრივი დეფიციტის მანიშნებელი არის თუ არა ის, რომ ადამიანს შეურაცხყოფას ემძიმეთ, ხო? თავში ურტყამ, აგერ ალაიაში გაზრენას აიძულებ, მერე ამას ზოგიერთი იმით ამართლებს, რომ თუ არ უნდათ არ გამძვრალიყვნენ, არ წაყოზულიყვნენ, გამიგეთ? ბიჭო, გასაგებია, მაგრამ მე გადაადგილების თავისუფლების უფლება თუ მაქვს კონსტიტუციური, ხო? კი ბატონო, მე თუ როგორც მოსამართლემ რაღაც დავაშავე, შენ სამართლებრივი მექანიზმი მოძებნე, ან დაუშვათ, უკიდურე შემთხვევაში თუ პირადი შეურაცხყოფა მოგაყენე, დახვდი იმ კაცს და რაღაცაკენი, მაგრამ აი ასეთი ფორმით, რომ ადამიანი დაამცირო, გამიგე და მერე ხვალ და ზექ, ეს კაცი ისევ თანამდებობაზე იყოს, რაღაცა მე ანომალიად მეჩვენება და ძალიან რთულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. აი ახლა ხშირად ისტორიული შედარებები მიყვარს მე მოგეხსენებათ, ხო? და არაერთი შემთხვევა ყოფილა. და 2005 წელს გამოვიდა ჩემი მონოგრაფია გახსოვს მიშა შენ რედაქტორი ხარ მისი პატივისცემის საქმე რეპუტაციის დაცვა საქართველოში და საზღვარგარეთ და ერთ-ერთი აი ამ სამი წინიდან ერთ-ერთი იყო პატივისცემის დაცვა საქართველოში უძველესი დროიდან საბჭოთა პერიოდის ჩათვლი და იქ მე შესავალში აღნიშნავ რომ როდესაც პატივის და ღირსების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება ჯეროვნად ეს აიძულებს ადამიანს რომ არ თუ ისე ხშირად, მაგრამ 10-დან 2 შემთხვევაში მაინც რომ ლინჩის წესით გაასამართლოს ის ადამიანი, ვინც მის წინამდე ასეთი დანაშაული ჩაიდინა. ანუ ზნეობრივი დეფიციტი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო შედის თუ არა შესული ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. და ამის გაფართოებას ხელს უწყობენ უკეთური ძალები, მოდი უკეთური ძალები დავარქვათ ამას ახლა, ეს რა ომის პარტია იქნება, თუ სხვა იქნება, ჩვენი მეზობელი იქნება, თუ არ იქნება, მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე. მეზობელი მაშინაა კარგი, როდესაც ის შენგან სარგებელს პოულობს. ხოლო როცა დასუსტებული ხარ,
ძმა ძმის ნაკვეთში გადაადგილებს ღობეს, რომ რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი მიიწვიოს, თორემ ხო, მეორე მომენტიცაა, ხედავთ ახლა რა ხდება და როგორ ვითარებაა. ხო, ორივე დაპირისპირებული მხარე, რომელიც არ ზოგავს თავს და ენერგიას, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმედს ამყარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2025 წლის 20 იანვარს გასამართ ინაუგურაციას. ანუ იმაზე ტრამპი რომ შევა თავის ოვალურ კაბინეტში ისევ ხელახლა. როგორ წარმოუდგენია ამ ადამიანებს, მე კითხვას ვსვამ და იქნება მე ვერ ვერკვევი ამაში. რომ ნომერ პირველ ამოცანად იგი საქართველოს საკითხების გადაწყვეტას დაისახავს, ხო? თუ კაცი ფიქრობს, რომ ამერიკას უნდა დაუბრუნოს ძველი დიდებაო, ამ ძველი დიდების დაბრუნებაში და ძლიერ ამერიკაში იგი ხედავს იმას, რომ გრენლანდია უნდა შეუერთოს, კანადა რომელიც ტერიტორიულად მასზე უფრო დიდია, პანამის არხი და ახლა პანამის არხთან და ეს ამერიკა როცა მიზანს დაისახავს, რომ ის გამხორციელებელია, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ იგივე პანამის რესპუბლიკასთან დაკავშირებით ეს იყო 90-იანი წლები, მგონია. გენერალი ნორიეგა ყავდათ პრეზიდენტი, პანამის პრეზიდენტი იყო, ხო? და ჩაატარა სპეცოპერაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იყო თუ არა ის დამნაშავე და დაკავშირებული ნარკო დანაშაულთან მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში და ამ საბაბით, სუვერენული სახელმწიფო რესპუბლიკის სახელმწიფოს პრეზიდენტი დააპატიმრა, წაიყვანა და თავის ქვეყანაში გაასამართლა, ხო? ესე იგი გამკეთებელი არის ეს ამის. ხო, მაგრამ სანამ უნდა ვიყოთ სხვისი ხელის შემყურენი. აი ახლა მე თუ მკითხავ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომ შემოგთავაზონ ჩემი შტატი გახდიო, მაშინაც არ უნდა დავთანხმდე ჩვენ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ძალიან დიდი ისტორიული ტრადიციები და საფუძვლით, 3000 წლოვანი ისტორია ხო გვაქვს, ყველაფერს თავი დავანებოთ თუ იქით არა. და ასეთ პირობებში დღეს უკვე პრეტენზია აქვს საქართველოს იმაზე, რომ ის ენა, დედა ენა, გამიგეთ, იყო მსოფლიოს ხალხთა სალაპარაკო თავდაპირველი ენა, ანუ დედა ენა იყო, ამიტომაც ქვია მას დედა ენა. ახლა ეს დადასტურდება, არ დადასტურდება, ჩვენ საამაყო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს და აი ამას უნდა გაუფრთხილდეთ. და კიდევ ერთი რამ, რასაც ახლა უყურებ და ვხედავ, ჩვენ დაგვავიწყდა მისი უდიდებულესობის სამართლის არსებობა ქვეყანაში, ხო? უпростоრად კი არ დაგვავიწყდა, არამედ ჩავთვალეთ, რომ ვიღაცამ უნდა გვიკარნახოს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება. მაგალითად, ის კი არა მთავარი თურმე კანონში რას ჩავწერთ. არამედ რა თქვა ბაიდენმა, რა თქვა რუთმა, რა თქვა აგერ ბალტიისპირეთის ჩემთვის საპატიო სიმბოლო რესპუბლიკები იყო ეს ხო აი ეს და ჩვენ ერთ ტაფაში გვიწევდა ცხოვრება და არსებობა ხო მაგრამ ის რომ ჩვენ დამოუკიდებლად უნდა შევქმნათ ჩვენი კანონმდებლობა ისეთი როგორიც მისაღები იქნება ჩვენი ყოფისთვის და ჩვენი რეალობისთვის ამას ისტორია არაერთის გვასწავლის არაერთის ქონდა და გავაჟღერდა ჩვენს გადაცემებში ამაზე ამ თემაზე საკითხები მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ისტორიას გავახსენებ ადამიანებს რომ სამეგრელო სამთავროში ეს მოსწონს არ მოსწონს ვიღაცას შეზღუდული ავტონომია არსებობდა მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში და აი იქ ყოფმა ადამიანებმა და არა მხოლოდ მეგრელებმა არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა ადამიანებმა შექმნეს უზენაეს სასამართლო ეს თითქოს დღეს გავს აი სამართლიანობის თამაშს გავს მაგრამ ნახეთ ახლა რამხელა ისტორიული საფუძველი ჩადეს ამაში ხო და ჩვენ თავი მოგვიწონებია არაერთხელ რომ თუ რუსეთის მთელს იმპერიაში იყო წერილობითი სამართალწარმოება სამეგრელოში მოხდა პირველად ზეპირი სამართალწარმოების გამოყენება და იქ მიღწეულის დანერგვის გამოყენება ვთქვათ რუსეთის სინამდვილეში და რას ამბობდა დიდი ნიკო წოდებული დიდი სამართლის რეფორმატორი სამართლებრივი და ქვეყნის აი იმ შემთხვევაში სამეგრელოს სამთავროს მოწყობაზე ზრუნველი კაცი ის ამბობდა რომ როდესაცო 1803 წელს დაიწყო მან დასტურლ ამას ანუ კანონთა კრებულის შექმნა რომელიც ძალიან დიდ ტომიანი ნაშრომი გამოვიდა საბოლოო ჯამში რომელსაც მართალია კანონის სახე არ მიუღია მაგრამ დიდი როლი ითამაშა როგორც სამოხელეო ისე სასამართლო სტრუქტურების და ინსტიტუტების შექმნის საქმეში სამეგრელოში და
ბევრ რამეს თუ გავითვალისწინებთ და კიდევ ერთხელ ღრმად ჩავხედავთ მას, ეს ცუდი არ იქნებოდა. იგი რას ამბობდა, როდესაც ქმნიდა ამ ნაწარმოებს, რომ შევისწავლეო მრავალი ქვეყნისო, მათ შორისო რუსეთის და სხვა ქვეყნებისოს მმართველობაო და შემეძლოო უმჯობესთა და უნათლესთა წესდებულებათა შედგენა მიმსგავსებით ევროპიეთნი ქვეყნებისაო. ანუ შემეძლოო აუყოლოდიო სუნებასო და ეს ევროპული გადმომეღო, მაგრამ რო შევხედე რეალობას ის არ იმუშავებდა და მე გთავაზობთ იმას, რაც ჩემი აზრით მისაღებია დღევანდელი სამეგრელოს ყოფისთვის. ძალიან დამაფიქრებელია სხვა შორის, აი სტუნებას არ უნდა ავყვეთ და რაც ყველაზე მთავარია, უნდა ვისწავლოთ ის, რომ გათვალისწინებული იქნეს ჩვენს კანონმდებლობაში მაქსიმალურად ეროვნული თავისებურებები. თორემ ხელში შევრჩება კანონის სახით ის, რაც თურმე თქვა ბაიდენმა, რომელიც უკვე წასული პრეზიდენტია, რაც თქვა უკვე წასვლისკენ წკიბზე შემდგარმა ბუნდესტაგის დეპუტატმა რუთმა და ასე შემდეგ. არა, მე იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ვიღაცის დადებითი გამოცდილება არ უნდა გავიზიარო. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ზომიერება. სახელმწიფოებრივ არ უნდა წაიშალოს. ახლა მქონდა მე გუშინ შეხვედრა ჩემ სტუდენტებთან გამოსტების შემდეგ დავჭირდა რამოდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. ძალიან გამახარა მათმა მსჯელობა, მათმა აზროვნება და ერთი რამ თქვეს მათ, არც მეგონა რომ მათ საკითხული ჰქონდათ ეგრეთ წოდებული გამჭირვალობის კანონი და სხვები და სხვები. მათ თავიანთი პოზიცია აქვთ. და რაც ყველაზე მთავარია, მათ იციან, რომ ის კანონები, რომელიც მოინათლა, თქვა რუსულ კანონებად, სამოქალაქო კოდექსი მაკმეხედველობაში, ხო, საპროცესო იქნება მატერიალური. ეს არანაირი რუსული არ ყოფილა, თავის დროს ეს იყო გერმანულიდან გადმოღებული, ხო? ხო, დაიჩება ვიღაცა, იქიდან ჩვენ შემოვიღეთ, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენი ცვლილება განიცადა იმ კანონმდებლობამ, რომ ის არც რუსულს გავს, არც ქართულს გავს და არც გერმანულს გავს, იმიტომ რომ მიექანება ამერიკულისკენ. ახლა იმ ამერიკაშიც თუ შევხედავთ, ამერიკაშიც კი იმ ერთიან დიდ სახელმწიფოში არ უნდათ ერთიანი კანონებით ადამიანებს ცხოვრება, კაცო. ხო? თუ არის თქვათ ქვეყნის უმეტეს ნაწილში საერთო სამართალი, არის ლუიზიანა შტატი. სადაც იქაური მოსახლეობა ამჯობინებს კონტინენტური ევროპული სამართლის, ანუ ფრანგული სამართლის ნორმების ცხოვრებას. რატო უნდა უშლიდეთ ჩვენ ადამიანებს, თუ იქ დასაშვებია ეს და ლუიზიანა შტატი არავის მოუნათლავს ფრანგებად, ან ფრანგების ინტერესებით მომუშავე, ხო? იგივე იყო შოტლანდიაში, ხო, პერიოდი, როდესაც შოტლანდიას გარკვეული კავშირები ჰქონდა საფრანგეთთან და საფრანგეთის კანონმდებლობა გამოიყენებოდა იქ. აი, ამის თქმა მინდა, ხო, ახლა ბატონო კიდევ ერთს ვიტყვი რა. აი მაგალითად ძალიან კარგი საკითხი დააყენეთ ახლა, რომ უცხო ქვეყნების, არ შემიძლია რა თქვა, არჩილ ჯორჯაძის მოსაზრება. აი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, აი როდესაც დიდი ეროვნული მოღვაწე წერდა. აი თქვათო ჩვენ უნდა შევიდეთო კერავთანო და უნდა შევაკერინოთ თქვათ ლაბადა. ლაბადა უნდა აგვიღოს ზომაო ამ კერავმაო და თუ კი აღმოჩნდაო რომ კარგად არ აგვიღოს ზომებიო და არ მოგვერგო ეს ლაბადაო, ხო? ჩავარდებითო სასილო მდგომარეობაში. იგივე იქნებაო თუ ჩვენო აგერ გადმოვიღებთ ისეთ კანონებსო, რომელიც ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს არ შეესაბამებოდაო. აუ რა კარგად არის ნათქვამი არა? ეს არის და იმ კანონებს თუ ჩვენ მივიღებთ და პატივს ავცემთ თვითონ ჩვენ, მაშინ რა აზრი აქვს? ძალიან ხშირად ჩვენ გავაჟღერეთ ის თუ როგორ პატივს ცემდა კანონებს ერეკლე მეორე, ხო? ახლა ერეკლე მეორეს ბევრ რამ შეიძლება უსაყვედურო ვთქვათ, მაგრამ ის რომ ის სახელმწიფო საქართველოს მოღალატე იყო თურმე, კაცო? ახლა ის მოღალატე იყო და ის ხალხი, რომელსაც ხელიდან კალმეები ვერ გააგდებინეს დანოსების წერაში, ისინი არიან გულშემატკივარი და პატრიოტები ქვეყნის, ეს ცოტა აუხსნელად მემაჩნია მეს. აი ახლა თუნდაც სადამდე მიიყვანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმამ უკრაინა.
გული მიგვდება ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ეკონომიური, პოლიტიკური, ტერიტორიული თვალსაზრისით დღეს რა მდგომარეობაშია და რა გამოიკვეთა ახლა ჩვენ რო ხმამაღლა ვამბობდით ამას ესე იგი მტრებად ვენათლებოდით ვიღაცის თვალში რომ ეს ამოწყებული იყო ავანტიურა დავარქვათ ას იმისთვის რომ ვიღაცა გამდიდრებული იყო გამიგეთ ზღვის ხარჯზე და ახლა ეს რომ ლიტონის სიტყვები არ არის ამისთვის ბატონო ყველას კარგად მოგეხსენებათ ის ინტერვიუ რომელიც ზელენსკიმ ასლობა მთელ მსოფლიოს და თქვა ჩვენო კორუფციას გვედავებიან რომ 177 მილიარდიდან რომელიცო გამოყვესო უკრაინის დასახმარებლად თითქოს ნახევარი გაქრავა მაგრამ ეს ნახევარი უკრაინაში არ ჩამოსულაო და თუ კორუფციას ეძებთო მაშინ კორუფციის ადგილი ყოფილა იქ სადაც ეს ფული დარჩაო ხო საიდან ჩამოვიდა და კიდევ ერთი რამ თქვა მიაქციეთ ყურადღება კაცო გამდიდრების სურვილი რო ამოძრავებს მავანს და არა უკრაინის დაცვის და მისის ლიერ სახელმწიფოდ არსებობის ინტერესი ის ტექნიკაც კიო რომელიცო ჩვენ მამასესლად შევიძინეთო იმ ტექნიკის გადმოსატანათო უკრაინაშიო შევთავაზეთო ჩვენი თვითმფრინავებიო ნუ არ იგვითხრეს რატომ და თავის თვითმფრინავებით მისი შემოტანა უკრაინაში იაფი დაჯდებოდა ხო უკრაინისთვის არა ეს კიდევ ემსახურებოდა იმ კომპანიების გამდიდრებას ნახეთ ახლა 177 მილიარდი და ნახევარი არ შემოსულა ნახევარი კი არა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯა ტრანსპორტირებაში მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა და აი ასეთ პირობებში ჩვენ თურმე უნდა ვიცხოვროთ იმ ცხოვრებას მე მესმის იმ ადამიანებს ხალხო ჩვენ სულელები ხო არ გონიოთ კაცო ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რატო გეშინიათ გამჭვირვალეობის კანონებს გულში ჩაიხედეთ და მიხვდებით ხო აბარა მაგრამ არ არის დაფარული რომელიც არ გაცხადდეს ეს მაინც გაცხადდება საწავიდა ის ამოღებული ფული ის მილიონები იმ ფონდებში დალექილი ფული სად რა ბედი ეწია ამას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს ძალიან ბევრს ხო და თუ ჩვენ გვაქვს გასაცემი ბატონო მიხეილ ამაზე პასუხი მზად ვარ გავცეთ თუ სხვებსაა გასაცემი კეთილნებონდა მათად გასცენ მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ან წერტილი უნდა დაისვას ამ დაპირისპირებას ამის გამო ან რაღაც სხვა გზა უნდა მოიძებნოს ასე გაგრძელება არ შეიძლება ესე იგი ჩვენ აქამდე მოვყავართ ღვთის ნებას გამიგე რომ სისხლი არ დაღულა ჯერას მაგრამ თუ ეს ასე მოხდება ეს ძალიან ძიმედ დაუჯდება ქვეყანას კი ბატონო აი ახლა რა თქმა უნდა ჩვენ გქონდა და გვაქვს სასაუბრო საპროკურორო სამართლიდან მაგრამ ისე უნდა მივუბრუნდეთ სამართლებრივი საკითხებსთან მიმდინარე პროცესებს აი ხან ნახეთ რომ ჩამოდიან უცხოეთის წარმომადგენლები ხლა განცხადებებს რომელსაც ისინი აკეთებენ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ხო სწორია მაგრამ მეც მეჩვენება ხანდახან რომ მათი ეს განცხადებები კეთილი სრულებით კი არა ნაგარნახე არამედ ემსახურება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას აშკარად გამოკვეთილია და შენ თუ მიგაჩნია რომ ეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს ხო და ამის ზიანი ადგება სახელმწიფოს ინტერესებს მაშინ კეთილნებე და ისინი სამოხელეო დანაშაული სუბიექტები და პასუხი აგებინე ხო სწორია ახლა რუთი ჩამოვიდა ხო კიდე ჩამოვიდა კაცო ნუ ახლა რა მიზანი ქონდა რას აკეთებდა მაგრამ ყოველი ასეთი ვოიაჟის შემდეგ რომ სიტუაცია რადიკალური ხდება ეს ეცხოს ფაქტია და სახეზი მე შორს ვარ უკვე აღარ ვარ თქვათ იმ საშინაო საქმეებში პროკურატურის და სამართალმცავი ორგანოებისგან შორს ვარ მაგრამ თუ ეს ასეა და ასე ამბობ, მაშინ მას თავის სახელი უნდა დაარქვა და სუსტი კვალიფიკაცია უნდა მისცი. თორემ იმის თქმა რომ ჩვენ ვიფიქრეთო და კიდევ უფრო არ დავძაბოთ ურთიერთობა. ამიტომაც ხო არ ვაძლევთო პასუხობრივობაში და ქმედილ ღონისძიებებს არ ვატარებ. ჯო, ახლა იმ ადამიანს ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. კანონმდებლობი ამის უფლება აქვს ასეთი განცხადება თქვა, თან ქვეყნის საზიანოდ უარი თქვას დანაშაულის არსებობის შემთხვევაში გამოძიების დაწყებას და ასეთი მითება მისცეს ვინმეს. მე ვფიქრობ რომ არ აქვს ხო და არა და თვითონ იძახიან და აგერ გამოდიან და ჩვენ შინაურ საქმეებში ერევიან. კი ბატონო. აბა რა არის ეს არის სამოხელეო დანაშაული და სუბიექტები არიან ამ დანაშაულის ეს პირები ხო? თუ არიან და შენ თუ ადრე მითითებას დამას აღიარებ რომ არ დაიწყოთ გამოძიებაო ესე იგი შენ არ ერევი სამართალმცავი ორგანოების საქმიანობაში? კანონია. კი ბატონო. კანონია, კანონი უნდა გამოიყენო. კანონი მივიღეთ?
ის კანონი ან შევცვალოთ და თუ არსებობს, მაშინ ის უნდა აღვასრულოთ და ეს ყველას ვალდებულება. მე რა გინდა დგას აღიარება, მე ხო ვიღაცებმა უთხოვესო და ამიტომ პასუხებაში არ მივაცემინო. ეს ხენი, ჩვენი მაინც არა ყავთ ქვემამოწყონებულებო. ეკონომიური მრჩევლები კი ყავთ, გასცემო, გასაგებია, როცა ფულის შოვნაზეა საქმე და სამართლებრივ საკითხებში მაინც დაიყენეთ მრჩევლები, რომლებიც ამას გეტყვით. და მერე, როდესაც ჩვენი იურისტები, რომელთაც საკმაოდ ბევრია წარმოდგენილი პარლამენტში, აი შეიძლება სიტყვა გაექცეს, მაგრამ თუ ვიტყვით იმას, რომ თქვათ, აი გახარიას მოქმედებასთან დაკავშირებით, რომ მან ჩაარტყაო, ჭიქაო, ხო? და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართო აქ ხომ არ არისო, ის რა ქვია, ცდელობაო, ბიჭო. თუ ჩაარტყა და დამთავრებული დანაშაული ყოფილა. რაღაც ცდელობა. ხო და არ ვიცი, იცი უბრალოდ რაღაც ახალი კანონები იწერება, ერთი სამზეოზე გამოსაქვეყნებლა და მეორე ეთყობა შინაური მოხმარებისთვის. აი და კიდევ შეკითხვა ხო შეიძლება გქონდეს ოპოზიციასთანაც. დაუშვათ მოვიდნენ ხელისუფლებაში. დაუშვათ. როგორ აპირებენ ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას? ის ხალხი ვინც იყო თქვათ და ხო, აი რასაც უყურებ ხალხა მეგას. ზოგი მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ზოგი მოადგილე იყო, ზოგი სპეციალური სამსახურის უფროსი იყო, საგამოძიებოს, ხო? ესენი აბა კაც ხელი რო დაარტყე, რა ფეგერა პოლიციის მშვიდობა. ასე ვაპირებ ჩვენ ამას. თუ როცა თანამდებობაზე იყავი თუ ეს დანაშაული იყო, დღეს რატო არაა დანაშაული და რა შეიცვალა? ანუ რა ვფიქრობ, იცი ნიშა? ბატონო. ესე რომ მოვლენ, ესე იგი ისინი ძველი მეთოდებით გააგრძელებენ, ისევ თავს მოახვევენ საზოგადოებას, რომ ეს ყველაზე დემოკრატიული კანონებია, ხო? კი. და უცხოეთის სტას დაუკრავს ამას, რომ აი ხედავ რა სწორად მოიქცნენ, იმიტომ რომ ახლა ნებისმიერი ქვეყანა ახეთ საფრანგეთში ლამის იყო გადაწვეს ყველაფერი და პოლიცია როგორ ექცეოდა მომიტინგებს. გერმანიაში იყო, სხვა ქვეყნებში იყო. ყველგან საათს არ უნდა იყოს. მე მომწონს თუ არ მომწონს ეს დემოკრატია არის კანონის დიქტატურა. ხო? კი. მაგრამ დიქტატურა როგორ თვალსაზრისით ყველას უნდა მოეთხოვებოდეს მისი შესრულება თანაბრად. აი ახლა მივადექი ძირითად საქმეზე. ადამიანის ყურს ძალიან კარგად ხვდება, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებულების ყურებს. ის რომ მიუბრუნდა ხელისუფლება მივიწყებულ საკითხს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და აპირებს შექმნას 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პარლამენტო კომისია. აი, აქვს თუ არა რესურსი? მე ვლაპარაკობ ადამიანურ რესურსი დღეს სახელმწიფოს რომ ეს განახორციელოს? აქვს შეუძლია თუ არა და ევალება თუ არა თქვას რამდენ ხანში დაამთავრებს ამას ის რომ 6 თვეში გადასცემს პროკურატურას ეს არაფერს არ ნიშნავს? ხო? იქ ხარ დახვდება მას ძალიან ბევრი ისეთი საქმე და ეს ხარ გამოიწვევს კიდევ უფრო პარალიზებას საგამოძიებო ორგანოების საქმიანობის. აი ამ კითხვაზე მინდა და იმიტომ რომ ჩვენ თავის როზე ვიფიქრეთ ჩვენ თავაზე და კი თქვენ როგორ ფიქრობთ ამაზე? დიდი მადლობა შეკითხვისათვის მოგესალმებით ტელემაყურებლებო. აი ხლა როდესაც უკვე დაადგინა პარლამენტმა და იქნება საპარლამენტო კომისია, ამისათვის უნდა იყოს აუცილებლად საკანონმდებლო ბაზა. საკანონმდებლო ბაზა რას გულისხმობს? რომ რეალურად მოხდეს, თქვათ, განხილვა პარლამენტში, შემდეგ პარლამენტის განხილვის შემდეგ უნდა გადაეცეს პროკურატურას და უნდა მოხდეს მისი გამოძიება, უნდა მიეცეს ამ სამართლებრივი შეფასება. ეხლა ისმის შეკითხვა. ამას პროკურატურა შესძლებს, როდესაც აგერ როგორც წინა გადაცემებში მოგახსენეთ, 52,000 საქმეა თაროზე იყო 2018 წლის მდგომარეობა. და ეხლა უფრო მეტი იქნება. ეხლა უფრო მეტი გაცილებით მეტი იქნება. ყოველ შემთხვევაში ანგარიში მე არ მომისმენია. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში 42,000 იყო და 42,000 ცოტა არ არის ბატონო. მიმდინარე საქმეების ემატება მას, ხო? ხო და მიმდინარე საქმეების დაემატება და აქედან გამომდინარე და ახლა ამ საქმეებს რომ ამ საქმეების უკან თითოეული საქმის უკან დგას დაზარალებული.
ის პირი რომელიც და აქედან გამომდინარე როდესაც უკვე გადაეცემა ეს გამოსაცილებლად ხო ბუნებრივია აი საქმეები რომელიც თაროზია ჩამოტებული ის ალბათ უკვე ყურადღებას აღარ მიაქცევენ და მეორე რაც თავარია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა არის იცით ჩვენ კიდევ საგამოძიებო სამართალში ბატონო თემურ აგერ წერდით რომ რა უნდა გაკეთებულიყო იმისათვის რომ აი ეს თაროზე ჩამოტებული 52,000 საქმე გაცრიულიყო, ანუ გამოეძიებიათ. გარდა ამისა, დასკვნები და წინადადებები, სპეციალ თავის მიუძღვენით. კონკრეტული წინადადებები. გარდა ამისა, აქვე ჩვენ მათ შორის მივუთითებთ, რომ აუცილებელია მიღებულიყო კანონი გამოძიების შესახებ. და რაც თავარია, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა არის, იცით? უნდა ამაღლებულიყო, უნდა თავის დონეზე დამდგარიყო გამომძიებლის სტატუსი და აუცილებელი იყო დასარერებული სტატუსის სრულყოფა. აი ესეთ პირობებში, როცა დღეისათვის დასარერებული სტატუსი ესეთ არ არის იმ დონეზე რაც უნდა იყოს, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს გამოძიების მიმდინარეობაზე. ან დავიღოთ ბატონო თემურ, მოგეხსენებათ რომ მაგერ 106 მოკლე რომელიც ეხება საპროცესო კოდექსის სამართალ კოდექსის რომელიც ეხება შეწყვეტილი საქმის აგერ დასარერებულის მიერ გასაჩივრებას იქ მითითებულია რომ პირველად შეუძლია შეიტანოს ეს პროკურორთან ერთჯერადად გაასაჩივროს პროკურორთან თუ ზოგიერთი პროკურორი არ დააკმაყოფილებს შეუძლია და თუ ის განსაკუთრებული მძიმე დანაშაულია ან და სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს შეუძლია მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. ასე გაასაჩივროს ხოლმე მძიმე და სპეციალური საგამოძიებო განსაკუთრებული მძიმე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის. თუ დანაშაული მძიმეა, ან ნაკლებად მძიმეა, მაშინ რა თქმა უნდა არ ქონდა, მაგრამ უყურეთ რა ხდება 2023 წლის 27 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ აი ეს მოთხოვნა რომ დაყო განსაკუთრებული მძიმე და ასე შემდეგ არაკონსტიტუციურად ცნო და აქედან გამომდინარე უკვე დასალერებულს. ანუ ის რომ უფლება არ ქონდა გაესაჩივრებინა ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის არაკონსტიტუციურად ცნო და ფაქტიურად უკვე შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული. თუ ადამიანს მიაჩნია რომ დანაშაულია, მაგრამ ცუდი რა არის ბატონო თემური, იცით? ეს რეგულაცია არ არის სასახურის სისხლის სამართლის საპროცესო. ანუ კანონმდებლობით ის შესაძლებლად სავალდებულო არ არის. არ არის, კი. კი ბატონო. არა და ეს ვაფრიალოთ ახლა ჩვენ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელთაც ადამიანს თუ კი მიაჩნია რომ დაიღვა მისი უფლებები და უკანონოა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასეთ შემთხვევაში ეს უკანონო მოქმედება იქნება თუ გასაჩივრების უფლებას არ მივცეთ, მაგრამ გასაჩივრების მექანიზმი კანონია. არა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არაფერი არ არის. და ასეთი კანონებით ვაპირებ ჩვენ აი ამ საქმეების საგამოძიებო კომისიის საქმეების განხილვას დაჩქარებულ ტემპში და კიდევ რაც თავარია ბატონო თემურ მე კიდევ ჩვენ წერთ და გავიმეორებ რომ აუცილებელია გამომძიებლის სტატუსის უფრო მაღალ დონეზე აყვანა რომ გამომძიებელი კი არ უნდა იყოს პროკურორის მონა და მორჩილი ანუ ტექნიკური დახმარე არამედ ხელის ბიჭი არამედ უნდა იყოს დამოუკიდებელი სუბიექტი რომელიც ვალდებული იქნება საქმე გამოიწვიოს ყოველთვის სულად ობიექტურად ერთნაირი გულმოდგინებით შეამოწმოს როგორც გამამტყუნებელი ასევე გამომართლებელი მტკიცებულებები როგორც შემოსულებელი ასევე დაუნცებელი გარემოებები და ფაქტიურად თუ კი ამ ეს განხორციელდება ხო ბუნებრივია უკვე გაუნცებელი აღარ იქნება როგორც ბრალდების მხარე
არამედ იქნება როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. როგორც ეს გასვალისწინებული იყო, აგერ მოგახსენეთ, ესეთი კანონპროექტი იყო პროკურორისა და გამომცემლის უფლებამოსილების ურთიერთგამოჩენისა და პასუხისმგებლობის შესახებ. სწორედ აი ამ კანონპროექტში მითითებული იყო, რომ გამომცემელი აღარ იქნებოდა ბრალდების მხარე, გამომცემელი გამოიწვიებდა საქმეს, ხოლო რაც შეეხება პროკურორი, მასზე განახორციელებდა არა საპროცესო ხელმძღვანელობას, არამედ საპროცესო ზემოქმედებას. ანუ როგორც ახორციელებს რეალურად და სახელი ქვია სხვა უბრალოდ რა ხდება? აი ეს რო გაკეთებული იყო, ეს რომ მიიღოთ, ხო? გაადვილდებოდა იცით გამოციებაც, უფრო მეტი იმედი ექნებოდა ადამიანს, რომ აი მის მიერ შეტანილი განცხადება იქნება თუ აი ეს თაროზე ამოდებული საქმე გამოძიებული იყო და ლოგიკურ შედეგამდე მივიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა. ჩემთვის როგორც ცნობილია, ეს პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ შემდგომ ეს კანონპროექტიც, რომელიც თქვენ მოგახსენეთ, პროკურორისა და გამომცემლის უფლებამოსილების გამოჩენა და პასუხისმგებლობის შესახებ, ესეც თაროზე დაიდო. ახლა კიდევ ერთი რამ შევხედოთ. ვთქვათ, ეს კომისია რო გადასცემს საქმეებს და თუ ის ხანძრაზმულობის ვადები, რომლის პერიოდშიც მას შეუძლია გამოძიება აწარმოოს დარჩა და გადასიჯვის მექანიზმი თუნდაც ისეთივე როგორც არის საფრანგეთში, ხო? ხوار შეიძლება უსასრულო ძლდებოდა საქმე და 25 წელიწად ელოდებოდეს. ახლა ჩვენ ძალიან ხშირად ხედავთ, რომ აი თქვათ, არასწორი ინტერპრეტირება ხდება კანონის, რომ თითქოს 15 წლიანი ხანძრაზმულობის ვადა და მეტი არ არის ასე. თუ სამოხელეო დანაშაულია მოგეხსენებათ კატეგორია მძიმეა და განსაკუთრებით მძიმეა ასეთ საქმეებზე ხანძრაზმულობის ვადა გაცილებით მეტი არ 15 წელიწადი ზოგიერთ საქმეზე გასული დღემდე არ არის ის ხანძრაზმულობის ვადა და მაინც თუ კი გამოძიება მივა იმ დასკვნამდე რომ დანაშაულის შემადგენლობას ჰქონდა აქ ადგილი და ჩადენილია კონკრეტული პირის მიერ და ხანძრაზმულობის გამო შეცდება საქმის წარმოება ეს მას აძლევდეს უნდა უფლებას ავიდეს სასამართლოში და სამოქალაქო სამართალ წარმოების წესით ვაჟის გადაუხდელად მოითხოვოს იანის ანაზღაურება ხო მექანიზმი მოიძებნება მთავარია გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საფრანგეთის მაგალითი ვახსენოთ ხო როგორა იქ რო დაიწყება გამოძიებას ასე უსაშუალოდ კი ვერ შემოდებ თაროზე არა იქ შეუძლია მოსამართლე გამომძიებებმა და ადგენს 2 წელი იმ 2 წლის მერე დაგიბარებს ხო წარმოადგენია მასალებია აუცილებლობითა შეუძლია კიდე 6 თვე მოქცეს და მერე გითხრას რომ არა ზო აქ უკვე უნდა შეწყდეს გამოძიება იმიტომ რომ პრაქტიკულად ამ საქმეს პერსპექტივა არ აქვს დაზარალებული ინსტიტუტის აღდგენა ახლა ის ავად სახსენებელი და ძალიან ხშირად გვიწევს ამის გამეორება, მაგრამ შეიძლება ამ კომისიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს სამართლებრივი შედეგი, მანამ არსებობს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის 191 ბრძანება. იმ სახით რა სახეთისა, ხო თითქოს. ანომალია რა წერია იქ? პროკურორია უნდა იცავდესო არაო ინდივიდის ინტერესებს, არამედ საზოგადოების ინტერესებს. არა და ბატონო თემურ, აი წამოვიდეთ ისა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მე-12 მუხში როგორ ამითებული, რომ იცოდეს საზოგადოება. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის კანონიერი ინტერესი პრიორიტეტი აქვს დანაშაულის განხსნა და დამნაშავის დაშლის საჩარო ინტერესთან შედარებით. პირის კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ეხლა ანუ იერარქიით ეს უფრო მაღალია. შესასრულებლად, მაგრამ ამას შეასრულებდა წინა ხელისუფლების პროკურატურა თუ თავისი იუსტიციის მინისტრის კანონთან შეუსამართლო ბრძანებას. ხო, აი ჩვენ მაშინაც აღნიშნეთ და აი ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში აგერ ბრძანება იუსტიციის მინისტრის 191 ბრძანება ეწინააღმდეგება აგერ კანონმდებლობის იერარქიას. არა მარტო ვთქვათ კანონს პროკურატურის შესახებ, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აგერ მე-12 მუხლს. სპეციალურ კანონს. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ახლა შევხედოთ კიდე ერთი რამ, რაც ამ კომისიასთან იქნება დაკავშირებული. ხო, აი მე მაგალითად შემიძლია ახლა იდენტიფიცირებას არ მოახდენ, რომელ კომპანიაზეა საუბარი, მაგრამ პირობითად ვიტყვი, რომ ეს არის კომპანია B. წინა ხელისუფლების პირობებში ამ კომპანიამ ხდება 2003-2012 წლებში
აუქციონის წესით შეიძინა ლიცენზია. სოლიდური თანხები გადაიხადა. მე სოლიდური ფული დახარჯა იმ კომპანიის ფეხზე დაყენებაში და გახდა მომგებიანი ეს კომპანია. მომიყოლია, მაგრამ ამ კონტექსტში პირველად მინდა ახლა დღეს და უთხრა ჩვენს კანონშემოქმედებს, რომ როდესაც მომგებიანი გახდა, უკვე დაიწყო ამ კომპანიის შევიწროება იმ წინა ხელისუფლების პირობებში. და ბოლოს იქამდე მიიყვანეს, რომ აიძულებდნენ, რომ ეს კომპანია ეჩუქებინა სახელმწიფოს ეს ლიცენზია. როდესაც ეს არ გააკეთა, სხვა კაცი ქუჩაში დაჭერილი კაცი, რომელსაც არ ქონდა შეხება აი ამ კომპანიასთან, მიიყვანეს და როგორც კომპანიის ვითომდას დირექტორს აჩუქებინეს სხვა კომპანიისთვის. ეს დადასტურებული ფაქტია, კაცო. მეტიც, როგორი ძნელი იყო თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში ასეთ საქმეებზე დაზარალებულად რო ეცრო კომპანია ვინმეს, ხო? არსებობს, ჩამოწერილია ყველაფერი, ეს დაირღვა, როგორ მიიყვანეს ეს ადამიანი, როგორ სხვის სახელი შეიყვანეს, აჩუქებინეს. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებები, რომ ბათილია და კანონიერ ძალაშია შესული. ეს იყო 2018 წელს დაზარალებულად ჩნეს. იქვეს გამოვიდა პროკურატურის წარმომადგენელი და თქვა, აი აღსრულდა სამართალი, რომ დაუბრუნდა კომპანიას თავისი კუთვნილი ლიცენზია, დღემდე არ დაბრუნებულა. საქმე არის გამოძიებაშიც და წერია იქვე თქვა იმ წერილში, რომ ჩვენო ვიცითო ვინ არისო, ვინ რა დააშაო, მაგრამ მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას არ ღებულობენ. ამ დროს საქმე არის სასამართლოშიც. იქ ადმინისტრაციული სამართალ წარმოების წესი ამ აქტის უკანონობაზე უნდა დადგეს საკითხი, ხო? იქ სასამართლოს არ უნდა იმის აღიარება, რომ დაზარალებული რახან არსებობს, ესე იგი ამ ქმედება შეეძლო გამოიწვიოს სამართლის დანაშაული, რაც გამოძიების, რაც თქვა ადმინისტრაციული აქტის პატილობის საფუძველია, ხო? ახლა ამ საქმეებზე, რომელიც შევა ალბათ იმ კომისიის განსახილველ საქმეთა სიაში, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ? მე მესმის კოჰაბიტაცია იყო. გიგრძელავდნენ თქვათ ადამიანების პასუხებაში მიცემას. მაგრამ იმდენად კოჰაბიტირდნენ ზოგიერთები ერთმანეთთან, რომ იმ ძველ სახეებთან ერთად მათ დაემატათ დღევანდელი როგორც ამბობს მოროტენები, ხო? ხო, როგორ გინდათ ამის გამიჯვნა იმ ძველის და ახლის? დაკმაყოფილდება თუ არა ამ ადამიანების უფლებები? სწორედ ეს აწუხებს საზოგადოებას. მე მინდა რომ ხელისუფლებამ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები და დაიცვას ნებისმიერი ადამიანის უფლებები, ვინც არ უნდა იყოს, იგი პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია. მაგრამ რახან იტყვი, ეს ახლობით იმ დაგვარია ხმალს რო იშიშვლებ, ამ შემთხვევაში იმ ხმლით თავი უნდა წაართალო უსამართლობას, ხო ასე? სხვაგვარად არაფერი არ გამოვა. მე იმედი მაქვს, ჩემო მიხეილ ბატონო, რომ ალბათ ან ჩვენს მიერ დაწერილ მონოგრაფიებს აიგითხავენ. ან ჩვენ სატელევიზიო გადაცემებს მოусმენენ და თუ შეგვეკითხებიან როგორ უნდა უწამლოთ ჩვენი დაძახებაც არაა საჭირო ამ ჩვენ სიგნებში ჩვენ დახატული გვაქვს ხო რა მდგომარეობა რუცხოეთში საქართველოში რა უნდა იყოს როგორ უნდა იყოს და როგორ გვესახება ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მაგრამ ყველაფრის ერთად თავმოყრა თუნდაც სამართალდამცავი ორგანოების ხელშიც რო გაუმართლებელი ესეც ფაქტია მაგალითად გერმანიის მაგალითი ფარდას გამოცემ მოსმენებთან დაკავშირებით ხო გახსოვს? კი. ვინ აკეთებს? სპეცსამსახურები აკეთებს მოსმენას? არა. ფოსტა, ევალება ფოსტას, ხო? მიუკერძოებელია მას მიცემენ დავალებას, იგი ჩაიწერს და წარმოგიდგენს ამბასალებს, ხო? ანუ ძალიან ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ვიღაცას ეს არ მოსწონს, რატომ იცითო და ახლა რა ვქნათ? ხო გამიგეთ? ზოგს მღვდელი მოსწონს და თქვამია და ზოგს მისი ფოფოდია და ჩვენი ქვეყანა მოგწონს, ჩვენი სატირალი გვაქვს ჯერჯერობით და გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაზეც გაიღვიძოს სამართლის გაზაფხულმა. სამართლიანობის განცდა დაბრუნდეს ადამიანებში. სხვაგვარად ერთმანეთისკენ მისასვლელ გზებს კი არ კარგავთ, მტრები ხვდებით ერთმანეთის. და ეს ნამდვილად არ გვინდა იმდენ ჩვენს გამოცდილებას, იმიტომ რომ ჩვენს თავზე ჩვენ ძალიან ბევრი გადავიტანეთ და არ გვინდა იგივე შეცდომები ჩაიდინოს და დაუშვას დღევანდელმა თაობამ. ესაა ჩვენი საუბრის მიზანი და ჩვენი შეხვედრების მიზანი. და მეტი არაფერი. მოდით, ამით თუ გაგვდა სამატებელი ბატონო
არა, ბატონო თემურ, დასამატებელი არაფერი არ მაქვს. კარგი იქნება თუ კანონდებელი ყურად მიიღებს, წაიგითხავს მაინც აი ჩვენს მონოგრაფიებს, ჩვენს სახელმძღვანელოებს და მიიღებს და აგერ იმშელებს და დანერგავს პრაქტიკაში. აი ეს მინდა. ახლა თუნდაც ესა საპროკურორო სამართალი, ხო? ამ წიგნში თუ დაუშვებთ იმას, რომ 1000 სისულელე გვიწერია. ესე ძალიან დიდი ფანტაზიორები ყოფილვარ ჩვენ. აბა, ამდენი არ არსებული რამ თუ მოვიგონე. და იგივე საგამოძიებო სამართალში, რომელიც 2 ტომისგან შედგება. კითხულობს. არა და ბატონო თემურ, რამდენი ხანია საუბრობთ ამ თავარი პროკურორის აგერ უпроსოროთ იუსტიციის მინისტრის 191 ბრძანებას. მაგრამ რა ახლა ამას კოაბიტაციას ხსნიან, გაცუდად გაიგებენ დასავლეთში. რანაირად როცა ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას და კანონს ორგანული კანონთა შესახებ არ ვიცი. გახსოვთ შერეგილებიდან. თვალი დაუდგეს ევროპას შემოგეყოს ქვეყნის პატრიოტი ვარო და თუ ესეთი თვალი კი არ დაუდგეს ევროპას, რაც კარგია, მათგან უნდა ვისწავლოთ, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ ის რაც ჩვენ თავს გვახვევენ დღეს ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სინიორის და ვასალის დამოკიდებულება უფრო ვიდრე პარტნიორის. ბატონო თემურ, თუ კი გადმოღება საპროცესო კანონმდებლობის გადმოიღო ის სტატუსი, რაც დაზარებულს აქვს, თქვათ, საფრანგეთში, გერმანიაში. რატო არ იღებენ? თქვათ, კერძო დეტექტივის ინსტიტუტში შემოიტანონ. იმ შემთხვევაში ამერიკაში დიდი ჟიური, როდესაც საზოგადოებას არ ჯერა ჩატარებული გამოძიების, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, ხო? აი იქ მექანიზმები აქვს. რა გვინდა, ბოლოს და ბოლოს გამიგეთ, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და ყველაფრის ამის შესახებ გეუბნებით. გითითებთ ლიტერატურასაც, გითითებთ წყაროს, ხო? გთავაზობთ ჩვენ წინადება, ჩვენი არ მოგწონთ. ბიჭო, თქვენი ქვეყანა არ არის ეს ქვეყანა თუ ჩვენია? აი მაგალითად ძალიან ესე მიუხეშებოდა და უხერხულად მესმოდა, როდესაც ზოგიერთი ლაპარაკობდა იმას, რომ აი ეს არჩევნებიო ჩატარდაო, არაკანონიერი იყო, გაყავდაო და უნდა გამოიწიოს საქმეო საერთაშორისო საგამოძიებო კომისია მოსული არ არის კარგით რა. თან იურისტებიც ზოგიერთი იურისტებიც ეთანხმება. არა, ეგ იურისტებისაგან ვიცი მე, იურისტმა მითხრა. რანაირად შეიძლება? არა და თუ უნდა მართლა გამოიწიონ, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატებში დიდი ჟიური. შეუძლია შეიქმნას კომისია და გამოიწიონ საქმე, კი ბატონო. კი ბატონო, ეკლესიას სასაფლაო ჩადენილი დანაშაული სპეციალურად იძიებს. იქ შექმნილი ეს ყველაფერი და ჩვენ ახალს არაფერს არ ვიგონებს, მაგრამ იმის გამოგონება რა ჩვენ ისტორიულად გქონდა და გვაქვს, ხო? მაგრამ თუ მანდაინს გვინდა რომ ასე დაპირისპირებით ვიცხოვრო და ამ ამროულ წყალში ვიღაცამ აუცილებლად თევზი დაიჭიროს და ისხორობდეს მარტო კარგად, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს, ამის უფლება საზოგადოებამ ადამიანებს არ უნდა მისცეს. ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები, სხვა იქნება, ხო? ამის ხმა მინდა. ისე რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს ასეთ მდგომარეობაში, არსებობის გაგრძელება არ შეიძლება. აი დღესაც ბატონო თემურ ამას ვიტყვი და მეტი არაფერი. საგამოძიებო ორგანოებში არსებობს საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც ფაქტიურად ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ფინანსთა სამინისტრო. ფაქტიურად რა ფუნქციები აქვს? ხო. და ეს პიროვნება საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი, ხო? ფაქტიურად ფუნქციაა. რატო უნდა იყოს? ხოლო იმას ამოწმებს მოვიდა თუ არა სამსახურში. ხო, და არა და აგერ მიეცით. არა, ერთი ფუნქცია ხო აქვს? როდესაც საქმეზე ერთი ფუნქცია არის, როდესაც სხვა გამოძიებას დაწყაიმ შეიტანა შუანგულობა და სხვა გამოძიებას დააწეროს. ანუ გახსენდა ბოლოში ვიღაცას და ხონდა ჩაწერილიყო რაღაცა. არა და მე მახსოვს საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები. რა დონე იყო? არა, უნდა იყოს აუცილებლად. არა და ეს ჩადებულია, აი წეღა რო ახსენე კანონპროექტში პროკურორისა და კანონმდებლობის უფლებამოსილების გამიჩნევისა და პასუხისმგებლობის შესახებ და კონკრეტულად არის ჩაწერილი თუ რა უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს. კიდევ ვერ გაბედეს, ბატონო მიხეილ.
რომ დაერქვიათ ამისთვის გამოძიების შესახებ კანონი. თუ არა იგივე რა, მაგრამ რაც გვინდა ამ ხელა დასახელება გამიჯვნის შესახებ. მოდით ჩვენი გულისკევლი ვთქვით. ბევრი რამ ნამდვილად არ მოგწონდა და კოჰაბიტაცია, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი წელი ვიმსახურეთ სამართალდამცავ ორგანოებში, მახარებს იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ ცხოვრება მისი არ გაგვახუჭა, რომ გვეხაროდეს ადამიანის სული, ადამიანის დაპატიმრება, ადამიანის მიერ ადამიანის ამუჩატაგდება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ერთი მხარეა მედლის, მაგრამ მეორე მხარე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის და საზოგადოება მინდა იცოდეს, რომ ყველაფერი ეს ასუსტებს ჩვენს ქვეყანას. იგი ხდის დამოკიდებულს ყლაზე, მათ შორის იმ უკეთურ ძალაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წარმატება და წინსვლა არ უხარია. აი ამაზე დავფიქრეთ ჩვენო ძვირფასო ტელემაულებლებო. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.